გამარჯობა. ეზოთერიკაში არსებობს ესეთი ფენომენი, რასაც ქვია მკვდარი გარიყული სულები. ჩვენი სანათესავთან. მე მინდა ამ თემაზე ვისაუბრო და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ანალოგიურმა ფენომენმა ჩვენს ცხოვრებაში და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ზოგადად ცხოვრებაში. და შეუძლია თუ არა გარდაცვლილ ნათესავის სულს, რომელიც საგვარეულოდან გასახლებული და ოჯახიდან გაძევებული იყოს, ზიანი მიაყენოს თქვენს ოჯახს. დაფიქრდით იმაზე, თუ ვინ გარდაიცვალა თქვენი საგვარეულოდან. როგორ და სად? თუ ოჯახში მუდმივი უბედურებები, დანაკარგები, ზიანი გაქვთ, თუ ოჯახის წევრების პირადი ცხოვრება კარგად არ მიდის, ვერ არეგულირებენ პირად ცხოვრებას, არ ქორწინდებიან, ან უბედურნი არიან, თუ შვილები სურთ, მაგრამ არ ჰყავთ შვილები, ან ავადმყოფი ბავშვები იბადებიან გვარში და დაავადებები აწუხებთ ზრდასრულ ოჯახის წევრებს. შესაძლოა საქმე ჯადოში სრულადაც არ იყოს და არც არის ჯადოში. რადგან ასე თუ ფიქრობდნენ თქვენ ან თქვენივე წინაპრები, არამედ შეიძლება რომ საქმე გქონდეს დაუმარხავ პატივმიუღებელ გარდაცვლილთან. ადრე ამბობდნენ და სპირიტულად, ეზოთერიკულად ითვლება, რომ მისი სული ოჯახში ბრუნდება და ზიანს აყენებს მას, ოჯახს და ოჯახის წევრებს. დაუმარხავებს ეძახდნენ მიცვალებულებს, რომლებსაც სათანადოდ არ კრძალავდნენ, არამედ ტოტებითა და ფოთლებით, ხავსითა და ბალახით ფარავდნენ დედამიწის ზედაპირზე. მიაფარებდნენ მათ და მიაფარებდნენ და მიდიოდნენ. ესე ექცეოდნენ თვითმკვლელებს, ჯადოქრობაში ეჭვმიტანილებს და ჩვილებს, რომლებიც არავისთვის იყოს საჭირო, მაწანწალებსა და თუნდაც მარტოსულ ადამიანებს. ესენი იყვნენ არასწორი მკვდრები და მათ მიწაში კი არ მარხავდნენ, არამედ დაუდევრად ექცეოდნენ. ფაქტობრივად ნაგვით ფარავდნენ. ეს ასეთი უსიამოვნო რიტუალი იყო ადრე და თვლიდნენ, რომ ეს უპატივცემულობა სწორია ასეთი სულების და ასეთი ადამიანების მიმართ, რადგან სავარაუდოდ დედამიწა მათ არ იღებს ასეთ მკვდრებს. შეიძლება გაგიგონიათ კიდეთ ანალოგიური ფრაზირება. მაგალითად, თუ კი ოჯახის გარდაცვლილ ერთ-ერთ წევრს არ სცემენ პატივს, ადანაშაულებენ, ცილს წამებდნენ ან გარდაცვლილის მიმართ წყენას ინარჩუნებენ. დავუშვათ, ლოთი ან აგრესიული მამა გარდაიცვალა ოჯახიდან შორს, ან გარყვნილმა ბიძაშვილმა თავი მოიკლა. მოხუცი ქალი ყველასთვის უსარგებლო აღმოჩნდა და მარტო გარდაიცვალა უცნობ ადამიანებს შორის და ის სახელმწიფო ხარჯებით დაკრძალეს. ნათესავებმა კი მისი მეხსიერებიდან წასვლა სცადეს. მათ მხოლოდ მისი გაბრაზება და ბუზღუნი ახსოვთ. ანდა კიდევ უფრო უარესი, როდესაც გარდაცვლილს მუდმივად უხეში სიტყვებით და მის მიმართ ემოციურად გამოხატული წყენით ახსენებენ. თითქოს და ეს ადამიანები თავად იმსახურებდნენ ასეთ დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. ეს არის ის, რაც ყველაზე ხშირად ხდება საზოგადოებაში. ხდება ისეც, რომ გარდაცვლილის მიმართ უბრალოდ ზიზღი იგრძნობა და ცდილობენ მის საერთოდ დავიწყებას. იყო და არა იყო რა. მემკვიდრეობა განაწილდა, მაგრამ ადამიანზე კარგი სიტყვა არ ითქვა. ეკლესიაში სანთელიც კი არ დაუნთეს. ეს თემა დაუმარხავი და საგვარეულოდან გაძევებული გარდაცვლილი ნათესავები ძალიან ღრმად არის გადახლართული როგორც კოლექტიურ აზროვნებაში, ასევე საგვარეულო კარმასთან. და ხშირად ის წარმოადგენს
ტაბუირებულ, მიჩქმალურ, მაგრამ ძლავრ ენერგეტიკულ კვანძს, რომელიც მოქმედებს შთამომავლების ბიოგრაფიასა და ფსიქიკაში, ჯდება და ფსიქიკაზე მოქმედებს. დაუმარხავი გარდაცვლილი სიმბოლურად წარმოადგენს დაუსრულებელ ციკლს, ვერ დასვენებულ სულს, რომელიც რჩება შუალედურ სივრცეში, ანუ ენერგეტიკულად არ გაუვლია გარდაცვალების ციკლი და არ გაუვლია ტრანსფორმაცია სულზე აქ საუბარი. მისი არსებობა სისტემაში მხოლოდ იწვევს დუბლირების ფენომენს, განმეორებას, შთამომავლები უგულისხმურად იმეორებენ მის ცხოვრებას, ტკივილს ან ტრაგედიას. ეს დაუმთავრებელი საქმე ფსიქომაგიურად გადადის სისტემაში, საგვარეულო სისტემაში, როგორც ჭრდილოვანი დანაკარგი, საგვარეულოს ბნელი მხარე. გაძევებული სული, ანუ საგვარეულო სისტემიდან გამორიცხულნი, მათ ასეც ეძახიან, ხშირად არიან სირცხვილის, ტაბუს, მოღალატედ შერაცხვის ან ფსიქიკური დაავადებების გამო გარიყვული სულები. საგვარეულო სისტემურ თერაპიაში ასეთ ფიგურებს აქვთ გაბათილებული ადგილი, მაგრამ სისტემა ცდილობს მათ აღდგენას, იმით, რომ თვითონ საგვარეულო სისტემა, რომ შემდეგი თაობის წევრი აღინიშნება სწორედ ამ ცარიელი სულის იდენტობაში. ამ ფენომენს ქვია იდენტიფიკაცია გარიყულთან, ანუ ფსიქიკური ლოიალობა გამორიცხულთან, გაძევებულთან და ადამიანის შესაძლოა ვერც კი ფიქრობდეს თუ რატომ არ უმართლებს ცხოვრებაში და ამ დროს იყოს ლოიალური თავის გაძევებულ ან დაკარგულ ნათესავთან. როგორ შეიძლება გაჩნდეს და რა გამოვლინება აქვს ამას ჩვეულებრივ ცხოვრებაში? მუდმივი გაურკვეველი დანაკარგის გრძნობა. ეს ემოციური და გრძნობების დონეზე ვლინდება. მოულოდნელი შიში სიკვდილის მიმართ ან სიკვდილის თემა ბავშვობიდან. შეგრძნება იმის, რომ არ ვიცნობ საკუთარ თავს ბოლომდე. განმეორებითი თვით დამანგრეველი სცენარები. განმეორებითი თვით დამანგრეველი სცენარებით. ხანგრძლივი შფოთვა ან მელანქოლია, თითქოს სხვის ტკივილს ატარებ. ხანგრძლივი უცნაური ლოიალობა გარდაცვლილის სახელზე, დაბადების თარიღი, ბიოგრაფიაზე დეტალებით, დაახლოებით განმეორებადი ხდება ეს ყველაფერი. შეიძლება მოხდეს. მსგავსი გარდაცვლილები საგვარეულო სისტემაში არიან როგორც არასრულად გათავისუფლებული კარმული კვანძები. მათი დაუმთავრებელი ციკლი შეიძლება იყოს მოღალატეობა, მკვლელობა, თვითმკვლელობა, უმამობა, მიტოვება, აუტანელი სირცხვილი, მაგალითად სექსუალური იდენტობის გამო, ხშირად მოდიან ბრუნდებიან გვარში შთამომავლების საშუალებით, საგვარეულო კარმული ველის გასაწმენდად ის სულები. ასეთი სულის დაუმარხავი ან გაძევებული ნათესავის არსებობა საგვარეულო სისტემაში ქმნის მძლავრ კარმულ წნეხს, რომელიც მოქმედებს როგორც ინდივიდუალურ, ისე საგვარეულო დონეზე. ეს გავლენა არ არის მხოლოდ სიმბოლური. ის ენერგეტიკულად ცოცხალია, რადგან ტკივილი და უარყოფა, რომელიც მის გარშემო ტრიალებს, არ არის ინტეგრირებული. ეს ზეგავლენა რამდენიმე შრედ იყოფა და შეიძლება გამოვლინდეს ინდივიდუალ დონეზე, პირველი, შთამომავალზე. კარმული სიმპტომატიკა, როგორია ინდივიდუალური დონის. იდენტობის დაბნეულობა. ადამიანი ვერ გრძნობს ვინ არის სინამდვილეში, თითქოს სხვის ცხოვრებას ცხოვრობს. გაურკვეველი დანაშაულის შეგრძნება, თითქოს რაღაცისთვის პასუხისმგებელია, რაც არ ჩაუდენია. თვითდესტრუქციული ქცევები, დამოკიდებულებები, სუიციდური ფიქრებით გამოწვეული სევდა, ქრონიკული მარტოობა, ზოგადად დამოკიდებულება იმის გარდა, რომ სიყვარული კიდე ამისგან არის გამოწვეული განსაკუთრებით ლოთობა.
თვითკვლელობით და ან დახრჩობ ადამიანებს ძალიან გადავედი თემიდან, მაგრამ გამახსენდა უცებ. ბლოკი წარმატებაზე არ მაქვს უფლება ვიყო კარგად. როცა ვიღაც დავიწყებულია, ეს ესეთი ამოუხსნელი შინაგანი ემოციური მიდგომაა. ენერგეტიკული ნიშნები, როგორ ვლინდება ეს ყველაფერი, ხშირი სიმპტომები სხეულში, განსაკუთრებით გულთან, კუჭთან და ხერხემალთან დაკავშირებული ტკივილები. უცნაური ეს პირდაპირ ესეთი ადგილებია, სადაც სული არის მოწებებული, ასე ვთქვათ რა. უცნაური ღამეული შფოთვები, სიზმრები გარდა ცვლილებზე ან უცნობ სულიერ ფიგურაზე. შეგრძნება თითქოს ვიღაცას დახმარება სჭირდება, გაურკვეველი სევდა ან თანაგრძნობა უცნობი ადამიანისადმი. მეორე, საგვარეულო დონეზე. როგორ ვლინდება? დინამიკა როგორია ამის? ციკლური ტრაგედიები, ერთი და იგივე ასაკში გარდაცვალება, ავარიები, სუიციდები, შვილის დაკარგვა, შთამომავლების რეპარაცია. გვარში ვიღაც იბადება იმისთვის, რომ გადაარჩინოს ან გაასწოროს გარიყულის ბედი. ფარული კავშირები, საგვარეულო ნაცნობების გამუდმებული დაძაბულობა, გაუცხოება, გაწყვეტილი კომუნიკაცია სანათესაოში. შეუცნობელი შიში, თუ კი სანამ გადავალ ფარულ კავშირებში იგულისხმება, როდესაც მუდმივი ჩხუბია ერთი გვარის ნათესავებში. შეუცნობელი შიში და ტაბუ ოჯახში გარკვეული თემების მიმართ. სიკვდილი, სექსუალურობა, რელიგია, ეთნიკური იდენტობა. მესამე, კარმული კავშირი და მისი მიზანი. ასეთი სულები, რომლებიც სისტემაში არ არიან ინტეგრირებულნი, არ არიან ბოროტები. ესეთი სულები არ არიან ბოროტები, ისინი ხშირად უბრალოდ ითხოვენ აღიარებას, ღირსების დაბრუნებას, ხსოვნას, სიმართლის წარმოთქმას. კარმულად ისინი ამხელენ საგვარეულო უღირსობის, უსამართლობის, ტკივილისა და ტაბუს თემებს. ითხოვენ სიმართლეს, რათა სისტემა განიკურნოს და გზა გაიხსნას ახალი თაობებისთვის. გზა გაიხსნას ახალი თაობებისთვის. იმიტომ რომ ტაბუ დადებული თემები, თუნდაც კიდევ ერთხელ ჩამოვთვლის სუიციდი, მკვლელობა, თვითმკვლელობა, სუიციდია იგივე, ან რაიმე ისეთი, რომელიც არის დაჩქმალული, ვიღაც იყო გაძევებული საგვარეულოდან, ვიდრე გვარი არ აღიარებს, მანამდე შეიძლება განმეორდეს და განმეორდეს. ასეთი სულები არ ითხოვენ შიშს, ისინი ითხოვენ ღირსებას. და როცა ისინი დანახულნი და აღიარებული ხდებიან, საგვარეულო სისტემა თავისუფლდება ამ კარმისგან. თუ საგვარეულოში არის გაძევებული სული, ანუ ადამიანი, რომელიც გამორიცხულია, დავიწყებულია, გაუცნობიერებლად უარყოფილია ან შეიგრძნო, რომ მას არ ჰქონდა ადგილი სისტემაში, საგვარეულო სისტემაში, მაშინ ეს ქმნის კარმულ ენერგეტიკულ ხვრელს, საიდანაც მოდის ენერგეტიკული დანაკარგი საგვარეულოში. სისტემა ვერ არის მთლიანად შეკრული, ის მუდმივად ცდილობს დაკარგული რგოლის დაბრუნებას. სამყაროს კანონია ეს, ყველაფერი უნდა იდგეს თავის ადგილზე. ეს იწვევს შთამომავლების მხრიდან გაუცნობიერებელ ძალისხმევას. სიმბოლურად გააგრძელოს მისი ცხოვრება. გამოიღოს მისი ტკივილი, გადმოიღოს მისი ტკივილი, გაასუფთავოს საგვარეულო ამ ყველაფრისგან. ანუ ხდება მისი ენერგეტიკული დუბლირება გაძევებული სულის. სისტემაში ჩარჩენილი სული იწვევს მარცვლოვან ჩრდილებს. დაბლოკილი სიახლეები, სიცოცხლის ენერგიის დამუხრუჭებას, სულიერი განვითარების შეფერხებას, ქარიზმის გაქრობას და სულიერ ნაპრალებს, აი სულის ტკივილები, რასაც ქვია დაახლოებით მაგ კუთხით. კარმულად რა შეიძლება რომ გადმოვიდეს შთამომავლებზე? მისი, ანუ სულის, გაძევებული სულის ტკივილის მეხსიერება, ემოციური შთაბეჭდილება. მისი გამოუთქმელი ამბავი, ჩრდილოვანი ისტორია, რომელიც საგვარეულო სისტემამ დამალა ან მალავს დღესაც.
მისი სულიერი ველის გათიშვა, ენერგეტიკული ხვრელი, რომელიც საგვარეულო ხეზი არის როგორც დიდი სიცარიელე და ენერგეტიკული წყვეტა, რაც მოქმედებს სხვებზე იმავე გვარში და ვერ იღებენ წინაპრების ენერგიას. აქვე დავამატებ კიდე ერთ ფრაზას, ასეთ მდგომარეობაში არ შეიძლება წყვეტა იყოს აბორტირებული ბავშვებისგან, ან ნაადრევად ნამშობიარები და ნაადრევად გარდაცვლილი ბავშვები, წლამდე ბავშვების ასაკში, აბორტირებული და წლამდე ასაკის ბავშვები, ან შეიძლება შეწყვეტილი ფეხმძიმნობის ბაც ხდება ის სულიც, შეიძლება იყოს როგორც აუღიარებელი სული. და ასევე მისი სულის კარმული გაკვეთილი, რომელიც ვერ მოევლინა ამ ქვეყანას, გადადის შთამომავლის მისიის სახით. ანუ რაც იმან ვერ გააკეთა, გადადის შთამომავლებზე. რომ ვიღაცამ უნდა დაამთავროს, ვიღაცამ უნდა შეავსოს. სამყაროში არსებული ბალანსი უნდა იყოს დაცული. მოთხოვნაა სამყაროსი ეს. და აქ ისმის კითხვა, თუ რა სურს ამ სულს სისტემაში და საგვარეულოსგან. პირველი დანახვა, რომ აღიარონ, შენ იყავი, შენ არსებობდი, შენ გაქვს ადგილი ჩვენ საგვარეულო ხეზე. მეორე, ღირსების დაბრუნება, განსაკუთრებით თუ გააძევეს სირცხვილის ან არ შესაფერისობის გამო. შენ ჩვენ არ ჩვენ ჩვენ გვარს. დაახლოებით ესეთი მიგობთ. სიმართლის თქმა. ხშირად მისი ამბავი ან დაბნეულია, ან მტკივნეულად დამალული. გაძევებული სულის. რელიგიური ან რიტუალური დასვენება, თუნდაც სიმბოლურად, სანთლით ან სიტყვით, პარაკლისის გადახდა მიცვალებულზე. რა შეგიძლიათ თქვენ რომ გააკეთოთ? გაგიჩნდებათ რა თქმა უნდა კითხვა. თუ კი ისტორიულად გადმოცემით იცით რაიმე ისტორია თქვენ გვარში რომ მოხდა, თუ კი თვლით რომ თქვენს გვარში არის გაძევებული და დაკარგული სული, რომელსაც არ მიაგეს სათანადო პატივი და ამ ჩამონათვალიდან პირობითად თუ კი რამე ამოიცანით, რაზეც მე ზემოთ ვისაუბრე, პირველი ის რომ უნდა დაიწყოთ მასზე საუბარი. ინფორმაციულად უნდა ისაუბროთ მასზე. აღიარებით რომ ის არსებობდა, თქვენი გვარის წარმომადგენელია და ასე შემდეგ. შემდეგ გადავხადოთ საეკლესიო პარაკლისი, გადაიხადოთ მის სახელზე კონკრეტულად. ან თუნდაც სახელით რომ არ იცოდეთ და იცოდეთ ესე რამე ისტორია, შეგიძლიათ სახელის გარეშეც გააკეთოთ ესეთი პარაკლისი საკურთხის ჩვენთან ძალიან ესეთი მიღებული ფორმაა, ასე რომ ვთქვათ. და ასევე ლოცვის პარაკლისი. და ამ პარაკლისის დროს, როდესაც ლოცვის ან კონკრეტულად იმ ადამიანზე, იმ სულზე თუ კი გააკეთებთ ამას ყველაფერს, მე თქვენ გეტყვით ესეთ სიტყვებს, ფორმულირებას, თქვენ შეგიძლიათ ან ამოიწეროთ ეს სიტყვები, ან თქვენებურად, შინაარსი, ხერხემალი, თქვენებური სიტყვებით. შენ ხარ ჩვენი ოჯახის წევრი, ნაწილი, შენ გაქვს ადგილი ჩემს გულში, შენს ტკივილს ვცემ პატივს, მაგრამ შენს გზას მე არ გავყვები. შენ ხარ შენ, მე ვარ მე. შენ ხარ ჩვენი ოჯახის ნაწილი, შენ გაქვს ადგილი ჩვენს საგვარეულოში, მე გამბრუნებ ჩვენს საგვარეულო სისტემაში, მე ვხედავ შენს ტკივილს, მაგრამ მე არ გამოვყვები შენს გზას. მე არ ვიცხოვრებ შენი ცხოვრებით, რადგან შენ ხარ შენ და შენ გქონდა შენი ცხოვრება, მე ვარ მე და მე მაქვს ჩემი ცხოვრება. სულ ეს არის რამდენჯერმე, სამჯერ შეგიძლიათ გაიმეოროთ, ან რამდენჯერმე. და კიდევ შეგიძლიათ რამდენჯერმე გულისხმობ იმას, რომ სანამ თქვენ არ იგრძნობთ პირობითად შვებას, ასე რომ ვთქვათ, რომ გაგიგონეს და იგრძნობთ, ვინც კი ამას გააკეთებთ, იგრძნობთ მერწმუნეთ. და კიდევ რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს წრფელი გულით. თქვენ ნამდვილად უნდა გინდოდეთ ეს, რასაც გააკეთებთ. უნდა იყვეთ გულწრფელი საკუთარ გადაწყვეტილებაში და დარწმუნებული იმაში, რომ ეს თქვენ ხართ ის რგოლი თქვენ საგვარეულოში,
საგვარეულოსი, რომელმაც უნდა გაწმინდოს და ადგილი მიუჩინოს ყველაფერს თავის საგვარეულო ხეზე, თქვენს საგვარეულო ხეზე. მადლობა, არ შეგეშინდეთ, წარმატებები სულ ყველას თქვენს გვარში. კონსულტაციისთვის და თუ კითხვები გაგიჩნდებათ, მომწერეთ პირადში. იქ ჩემს გვერდზე მითითებულია ჩემი Facebook და Instagram გვერდები. მადლობა.